სახელითა მამისათა, დაცისათა, დასმისასულისათა. ჩვენთან არის ღმერთი ქრისტეს მიერ საყვარელო შვილებო, ჩვენთვის არის დღეს სიხარულის დღე, აღტაცების დღეა სულიერად, რადგანაც ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე მადლიან მონასტერში, ერთ-ერთ ყველაზე უძველეს მონასტერში. მთელი საქართველოისა ეს არის ფიტარეთის მონასტერი, რომელიც ჩვენ ვაკურთხეთ არც თუ დიდი ხნის წინ და ღვთისმადლით, ღვთისშეწევნით ეს მონასტერი აღსდგა, ფუნქციონირებს და მისი აღმადგენელი არის ჩვენი ძვირფასი მამა ექვთიმე, რომელიც არის თავდადებული მუშაკი აი ამ მოღვაწე, აი ამ წმინდა მონასტრისა. ჩვენ რა თქმა უნდა, როცა მოვდიოდით აქ და გამოვიარეთ ძალიან რთული და ძნელი გზა, თქვენ ხართ მოწმე აი ამისა, რომ ზამთარია, ზამთრისპირია, ურთულესი გზა არის, მაგრამ გვახარებდა ის, რომ მოვიდოდით და ვნახავდით ჩვენს მამა ექვთიმეს და მივიღებდით მისგან მადლს და კურთხევას, მივიღებდით მადლს და კურთხევას იმ დიდი და წმინდა მამებისა, რომლებიც დაკრძალული არიან აი ამ მონასტერში და აი ამ მონასტრის ეზოში. ეს მამები, როგორც ჩვენ სულ ახლახან თქვით, გუდარეხის მონასტერში ვიყავით და იქაც და აქაც არიან ათასობით და 10,000-ობით წმინდა მამა არის დაკრძალული აქ და მისი მადლი და კურთხევა აძლიერებს არა მარტო გუდარეხს და აძლიერებს აი ამ მონასტერს ფიტარეთს, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არამედ აძლიერებს სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლობას. იმიტომ რომ ისინი დგანან წინაშე ღვთისა, დგანან ღვთის ნათელში და ევედრებიან თავისი მონასტრისათვის და მათში მლოცველებისათვის, ესე იგი ჩვენთვის, თქვენთვის, მთელი საქართველოსთვის. დიდი მადლია მამაო, დიდი მადლია და ამ მადლის გამო სიხარულით მოვედით თქვენთან და დღევანდელი 60 სიკვდილში სხვათა შორის იყო აღწერილი მსგავსი ამბავი, რომ მოციქული ყვება თავის ამბავს, თუ რა რთული გზა გაიარა, სანამ მივიდოდა ერთ-ერთ სამრევლოში, როგორი დამცირება აიტანა გზაზე, დიდი გასაჭირი აიტანა